USAID-ის მიერ გამოცხადებული კონკურსი რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მომზადებაზე დასრულებულია. პირველ ადგილზე ბლოგერი გოჩა გაბოძე გავიდა, შესაბამისად გამოვლენილია მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელების. დაჯილდოებისაზე ემოცერემონია რედისონში გაიმართა. ამერიკის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი შენარჩუნება მომავალშიც გაგრძელდება. Შემონამუშავე ეხებოდა ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა საქართველოში. მქონდა ბლოგზე, საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებული სტატია. საინტერესო თემა იყო ჩემთვის, ცოტათი უცხო, გავედი პირველ ადგილას. მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ესა გახლავთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ოჯახის დაგეგმვის და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხები, ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხები. იმისათვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, ალბათ რამოდენიმე მიმართულებით უნდა მიუდგეთ ამ საკითხს და მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისტების განათლება იმისათვის, რომ მედიამ სწორად და ფართოდ გააშუქოს აღნიშნული საკითხები.